ჰუმანიტარული დახმარება სტიქიით დაზარალებულ რეგიონს თითოეულობამ განსაკუთრებული საფრთხე გურიას ზემოაჭარასა და სამეგრელოს შეუქმნა. მღვდელმსახურ მამა ვარჟა სონღულაშვილის ინიციატივითა და გურჯაანი ველისციხის ეპარქიის მთავარ ეპისკოპოსის მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის სამრევლომ გურიის რეგიონში საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები გაგზავნა. გურჯაანის და ველისციხის ეპარქიიდან ჩვენი ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების სახელით მეუფეს ლოცვა-კურთხევით რა თქმა უნდა ჩვენ პროდუქტები, პლედები, ზეთი მოკლედ შესამოსელი შევიძინეთ და ვაგზავნით გურიის და მაღალმთიან რაიონის სოფლებში. იცით რომ თითოეულობის გამო მათ საჭიროებთ ახლა ჩვენი დახმარება თანადგომა და ჩვენ ვფიქრობთ რომ აი ამით ჩვენი სამრევლოდან, ჩვენი ახალგაზრდებიდან, ჩვენი ეპარქიიდან ვსწავლობთ სოლიდარობას, თანადგომას, გვერდში დგომას ჩვენი მოძმე, ჩვენი ძმების მიმართ და რა თქმა უნდა გვინდა რომ ჩვენ აი მცირეოდენი წვლილით გავამხნევოთ და სიხარული შევიტანოთ და მინდა გითხრათ რაც ძალიან გულით მიხარია რომ აღვნიშნო ის რომ ჩვენი ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდებმა ბავშვებმა თითოეულ ყუთში დაწერეს წერილი, ესე ვთქვათ წერილი დაუწერეს მოკითხვა, კეთილი სურვილები და მხნეობა და დალოცვა და ლოცვა-კურთხევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია უფროსებმა შევძელით რაც შევძელით და ვაგზავნით ნობაც და უმცროსები ბავშვები კეთილ სურვილებს ატანენ აი ამ ნობაც და მთელ საქართველოს და მაღალმთიან რაიონებს უსურვებთ მშვიდობას, სიხარულს და კეთილდღეობას. გასაჭირში მყოფ ადამიანს ყველაზე მეტად გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება, ამიტომ ჩვენი მხრიდან მამაჯას ინიციატივით ეს ერთგვარი მცირეოდენი დახმარება იქნება მათთვის და იმედი მაქვს იმედის მიმცემიც იქნება, რადგან არა მარტო ჩვენ კახეთიდან, არამედ მთელი საქართველო მათ გვერდშია, მათ დახმარებას ცდილობს, ამიტომ სიკეთე გადამდებია და საჭიროა ყველა მოკეთოთ ერთობლივად გვერდში დგომით სიკეთე. მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით და მამავაჟას ინიციატივით დღეს ხდება მაღალმთიან რეგიონებში პროდუქტის მიწვდა, ასევე ტანისამოსის და საყოფაცხოვრებო ნივთების. სამწუხაროდ ჩვენი გურია და მაღალმთიან რეგიონები სტიქიის შედეგად დაზარალდა, ასე რომ ვთქვათ და ეს ინიციატივაც ამას ემსახურება. ეს ძალიან აუცილებელია, არც შესაძლებელია ეს სიტუაცია, არც ამდაგვარი არაფერი. ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის უნდა ვიყოთ იმედები, უნდა ვიყოთ ერთმანეთის მზეები, ესე რომ ვთქვათ. და რა ვიცი, ვუსურვებ გურიას, ყველა მაღალმთიან რეგიონს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მინდა შევუთავო მოკითხვა და უთხრა რომ ჩვენ მათ გვერდზე ვართ და ყოველთვის ესე იქნება.